მოგესალმებით მეგობრებო, არხის გამომწერებო. აგიბრუნდით საინტერესო პროექტით. ვისთვის როგორ? საინტერესო. ვიღაცისთვის საინტერესო, ვიღაცისთვის საინტერესო. სანამ გეტყვით, რას ვაკეთებ დღეს, მანამდე დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. თუ გააზიარებთ, მაგაზეც ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით. ეს ახლა რასაც ვაკეთებ, დაწყებული მაქვს დაახლოებით 3 დღეს უკან, მაგრამ ვერ მოვიცალე. ახლა ვაგრძელებ გაკეთებას და მინდა გაჩვენოთ როგორი რაღაცა არის მოკლედ. ეს არის ძველი პისტოლეტის ხელის მოსაკიდი, პლასმასის, სახელური, რომელიც მე პატრონეს დაუზიანდა. აი აქ მაქვს აი ესეთი ნაწილები, ესე ნაწილ-ნაწილ მომიტანა და ხოვა რომ იქნება რაღაცა მნიშვნელოვო. აი ესეთი ნაწილ-ნაწილ დაშლილი არის. ეს ძველი სახელი. პატარა კაკლის ნაჭერი მქონდა, კაკლის ხის მასალის ნაჭერი მქონდა პატარა და აი ხედავთ უკვე ნაწილობრივ გამოყვანილი მაქვს. რაღაც დონეზე მიყვანილი მაქვს და მოდი ერთად დავასრულოთ. ვნახოთ რა გამოვა. მედია საინტერესო იქნება. მოკლედ მეგობრებო, აი ესეთი ფორმა მიიღო, მივეცით ჩვენს იარაღის სახელურს. აი ესეთი ლამაზად. ეხლა მართულზე მაქვს დამაგრებული. ფერი არ მომტონს და მინდა რომ ცოტა გავაშავო. ამისათვის უნდა გამოვიყენო აეცი. არ მინდა რომ წაუსვა ეს და ამიჭრებდეს. ამიტომ მართულზე მაქვს დამაგრებული და მინდა რომ აი ესე მთლიანად ამოვავლო. აი ესე გაშავდა. და მიიღებს ეს ძალიან ლამაზ შავ კაკლის ფერს. ეხლა ამას ეს ბაიც გახსნილი მაქვს რასტოვარიწერში. უცბად გაშრება ეს. ლაქს დავასხავ და უკვე გალაკურს და დასრულებულს გაჩვენებთ როგორი
გამოვა. ხო, ბაიც მე არ დაგავიწყდეთ, თუ ეს რაღაც გააკეთებ ზოგადად. იცოდეთ, რომ თხელი შკურკით, ცოტა ზუმფარით, ცოტა აღება ჭირდება, რომ თავის რაღაცნაირ ხორკლებს იტოვებ. შეაშრა ბაეცი, ეხლა ამას გავშკურკავ 1500-იანი შკურკით, ზუმფარით დავამუშავებ 1500-იანი ზუმფარით და მე 2000-იანი ზუმფარით და გამოვიდა საკმარისი იქნება. შემდეგ გავლაკავ. თუ თქვენ უკეთესად იცით რამეს მასწავლით უკეთეს ხერხს, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ. ყურადღებით დავიკითხო. აუ, ცუდი არ გამოვიდა, დაწერეთ კომენტარებში. მე მომწონს, კაკლის ფერებია. ლაქსო დავასხა უფრო. ჩაიბურება მატოვილაკია. ბოტანილი მეპატრონეს და ხო რომ მატოვილაკი დამისხია. ცოტა კიდე ჩაიბურება და რავი, მეგონი ლამაზი გამოვიდა რა. ჩემი აზრით, არ ვიცი, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ არხი. მოკლედ, აი ესეთი დასრულებული სახე მიიღო უკვე ჩვენმა იარაღის სახელურმა. აი ესეთი ლამაზი სახელური გამოგვივიდა, იარაღი რომ მქონდეს ახლა დავაყენებდი და გაჩვენებდით. მაგრამ სამწუხაროდ არა მაქვს. ეს იყო ძველი სახელური მაგის დამწრეული მდგომარეობაში. მოკლედ. მეგობარმა მაჩუქა აი ესეთი სახრახნისების ნაბორი. უსახელოური. კი. არის ძვირიანი საჩუქარი, მაგრამ ძალიან გამიხარ რა, ახალი პროექტი დაიწყეო. გამოგადგებაო. მქონდა ისედაც კარგი ნაბორი, მაგრამ ეს ძალიან გამიხარდა რა და ყოველდღიურ მუშაობაში ამას გამოვიყენებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად мотиваციის მომცემია ესეთი საჩუქრები. უსახელოური სახრახნისების ნაბორი, მაგარია. ხო და რას ვიძახდი, გამოიწერეთ არხი, რავი, თუ გაინტერესებთ, დალაიქეთ ვიდეო, კომენტარებში დამიწერეთ შეხედულებები, თქვენი აზრი, მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რას დაამატებდით, რამის გაკეთება თუ გინდათ, რავი, ყველაფერი რა, დამიკომენტარეთ. ეხლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ.